Last year, I stood at this podium. ქალბატონებო და ბატონებო, გასულ წელს ამ ტრიბუნებთან დგომისას და ამ რუკის ჩვენებისას მე გაჩვენებდით ირანის ტერორისტული ღერძის ყევლას. ეს ღერძი მთელ მსოფლიოს უქმნიდა საფრთხეს. ეს საფრთხეს უქმნიდა ჩვენი რეგიონისა და ჩემი ქვეყნის, ისრაელის სტაბილურობას. ირანი მიზანმიმართულად ავითარებდა ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების შექმნის მასშტაბურ პროგრამას. ისინი მიმართული იყო არა მხოლოდ ისრაელის განადგურებისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შესაქმნელად და სხვა ქვეყნების შანტაჟისთვის. 7 ოქტომბერს ისინი თავს დაესხნენ ისრაელს და წარმოუდგენელი სისასტიკის ტერორისტული აქტები ჩაიდინეს. ლიბანიდან ჰასან ნასრალამ ათასობით რაკეტა გაუშვა ჩვენი ქალაქების მიმართულებით, რითაც ჩვენს მოქალაქეებს ატერორებდა. სირიაში სისხლის მსმელმა დიქტატორმა ასადმა თავისთან მიიღო ირანული სამხედროები. იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით გაუშვეს ბალისტიკური რაკეტები და ამავე დროს წითელ ზღვაში საფრთხე შეუქმნეს მსოფლიო ვაჭრობას. და რა მოხდა ბოლო 1 წლის განმავლობაში? ჩვენ იერიშები მივიტანეთ ჰუსიტების წინააღმდეგ, მათ შორის გუშინ. ჩვენ გავანადგურეთ ჰამასის ტერორისტული მანქანის დიდი ნაწილი. ჩვენ მოვახდინეთ ჰეზბოლას პარალიზება, მათი ლიდერების უმრავლესობის მოკვლითა და მათი იარაღის არსენალის დიდი ნაწილის განადგურებით. გახსოვთ პეიჯერები. ჰეზბოლას ჩვენ გავუგზავნეთ პეიჯერები. ათასობით ტერორისტი დაეცა. ჩვენ გავანადგურეთ სირიაში ასადის შეიარაღება. ჩვენ შევაკავეთ ირანის შიიტური ფორმირებები ერაყში. და ყველაზე მთავარი რაც შემიძლია ვთქვა და რაც გავაკეთეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ბოლო 10 წლეულების განმავლობაშიც კი, ჩვენ გავანადგურეთ ირანის ატომური იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების პროგრამები. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს? იემენელი ჰუსიტების მმართველობის ნაწილი გაქრა, სინვარი ღაზაში განადგურებულია, ჰასან ნასრალა ლიბანში განადგურებულია, ასადის რეჟიმი სირიაში განადგურებულია. ამბოხებულები ერაყში მათ ჯერ კიდევ მხარს უჭერენ და თუ კი მათი ლიდერების დაესხმებიან თავს ისრაელს, ისინიც განადგურდებიან და გაქრებიან. რაც შეეხება ირანის სამხედრო სარდლობისა და ატომურ იარაღზე მომუშავე წამყვანი მეცნიერების საქმეს, ისინიც აღარ არსებობენ. ისრაელს ირანთან 12 დღიანი ომი ჰქონდა. მე მას დავარქვი შემართული ლომი. ეს სახელწოდება არის ბიბლიიდან. ეს 12 დღიანი ომი ჩვენი სამხედრო ისტორიის გვერდებზე ჩაიწერება. ჩვენმა სახელოვანმა მფრინავებმა გაანეიტრალეს ირანის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და სრული კონტროლი დაამყარეს თეირანის თავზე. ამას ხედავდა ყველა. ისრაელის ბომბდამშენები და ამერიკელი პილოტები ბომბავდნენ ირანულ ურანის მომპოვებელ ობიექტებს. პრეზიდენტ ტრამპს მადლობა გადაუხადო მისი მტკიცე და ქმედითი ნაბიჯებისთვის. Israeli fighter pilots and American B-2 pilots bombed Iran's nuclear enrichment sites. I want to thank President